ეკრანი გაზიარდებოდა ეხა. ჩანს რა ეკრანი ალბათ. Bundle paper-ი არის unit-ის paper-ი. ეს ალბათ წაიკითხული გექნებათ უკვე თქვენ ეს ყველას რა მიცხრთ. რავი, ანუ ისე გადაიკითხეთ ან რამე ეგეთი, ან რავი, არ ქონდათ აქამდე წაიკითხული და ხა წაიკითხეთ ან არ ვიცი. შეიძლება ზოგმა არ წაიკითხეთ, არ სახლა და არ შარშან არა. აი, ნუ დავიწყოთ მოკლედ და რამე კითხვები თუ იყო ხოლმე გამოვშვით. ნუ მიზანი რა არის ამ paper-ის რა რატო შეიქმნა? paper-ის მიზანი არის სეგმენტაციის ამოცანა. ანუ თითოეული პიქსელი უნდა მიუსადაგონ რომელიღაცა კლასი, რომელიც მიეკუთვნება. და ნუ უფრო მეტად არის რაც biomedical სურათების სეგმენტაცია და ამას მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ data არის ძალიან ცოტა ამ biomedical image-ების სეგმენტაციის. აიგდო, ნუ კარგი ისეთი მოდელი გინდა, რომ ძალიან დიდი data არ სჭირდებოდეს რამე და მარტივად შეგადგენდეს. ნუ unit-ი ქვია, იმიტომ რომ use form აქვს რა. თვითონ network-ის. ჯერ დავიწყოთ უბრალოდ იმით რა ქვია. network-ის აღწერით, როგორი. მოკლედ ეს არ გვაქვს არანაირი PV layer-ები, fully connected layer-ები და გვაქვს მარტო კონვოლუციური ქსელები. ეგ არის ერთი upgrade-ი რაც გვაქვს. და ეს კონვოლუციური ქსელები ერთ მხარეს გვაქვს ჩავთვალოთ ენკოდერი, მეორე მხარეს არის დეკოდერი, შუაში პატარა bottleneck-ი არის. და ამათ შორის არის skip connection-ები. ალბათ იცით რა skip connection-ი და ხო არ გინდათ ახსნათ რომელიმე. და რატო არის საჭირო ასევე? ანუ რეზიდუალი არის და სიგნალი რო არ დაკარგოს. კი, მართალი არის. ნუ აიმთლა და რეზიდუალი არა რეალურად, იმიტომ რომ residual connection-ში მიმატება ხდება ხოლმე. skip-ში ხდება კონკატენაცია. skip-ში კონკატენაცია ხდება. აიგდო მთლად ეგ მიზეზი არა ესე იდეურად ხო, ნუ აქაც მაგას იღებს საბოლოოდ რა. მაგრამ ხო, ნუ მეორე მიზეზისა რომ რეალურად რა გენერაცია არ გინდა რა, აქ-იქ გინდა რომ ამ სურათის სეგმენტაცია გააკეთო. გენერაცია რო გინდოდეს სიტყვაზე, მაშინ უაზრობა იქნება ხო? იმიტომ რომ აქ უნდა დაიწყო მაშინ გენერაცია bottleneck-ი და შესაბამისად, ნუ ამ შემთხვევაში skip connection-ები გამართლებული ვარიანტი არის, რომ ინფორმაცია მიაწოდო წინა layer-ის encoder-ის რაც feature-ები ასე რომ ვთქვათ, decoder-ს რა. და ნუ მაგასთან ერთად ხო, რაც მათში residual-ის მასაც აიკეთებს რა, მოვალეობას. ხო. ნუ ოკეი. აქ ნუ ერთი რაც შეგვიძლია ამ network-ზე გავამახვილოთ ყურადღება არის ის, რომ რეალურად არ იყენებენ, ანუ რაც იმებს padding-ები არ აქვთ რა. და უბრალოდ რაც 3-3-ზე ხო, აქ ესა უბრალოდ 3-3-ზე კონვოლუცია და რელუ რა. შესაბამისად ზომები არის, ზომები იცვლება. რატო გააკეთეს ეს? ანუ რა შეიძლება აიღო ისეთი პარამეტრები, რომ სურათის ზომა იგივე დარჩეს რა და მე მაქსიმალებით ამციროს სიტყვაზე და თუ ორის ხალისხი არის, მაშინ ძალიან მარტივად აიწყო მთელი network-ი. ამ შემთხვევაში ამათ მაიგ არ გააკეთეს, იმიტომ რომ შეიძლება მაგით მიიღო კუთხეებში ბორდერების ეფექტი რა.
სურათი რო ავიღოთ, აქ შეიძლება რაღაცა არასწორად დააპრედიქტოს რა, რაღაც ეგეთი. მაგრამ ნუ ეხა პრობლემა არის ხო მეორე მხრივ აქ, რომ რავი, ოკეი, გასაგები არის, რომ ეგ გინდა გააკეთო რა, მაგრამ ინფუტი გაქვს ამ ხელა რაღაც 572, 572-ზე და აუთპუტი პატარაა რა უფრო. მაშინ რას ვაკეთებთ რავი, ანუ როგორ შეიძლება დავამეჩოთ, და მაგის გამო ამათმა გააკეთეს ეგეთი რამე რა, ground truth-საც ეგრე ჭრიდნენ და რეალურად აუგმენტაცია გააკეთეს ფაილინგის სახით რა. მე როგორც გავიაზრე, მიადგეს უბრალოდ ერთმანეთს ისინი რა ქვია, ეს ფოტოები ექსტრაპოლაცია გააკეთეს და მაგაცი გაუშვეს რა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად მარტო რაღაც პატარა სეგმენტზე რო გააკეთო რა ეს სეგმენტაცია. როგორად არა სწორი რავი ხა. იმიტომ რომ კარგავ რაღაც ინფორმაციას ხო? ანუ შეიძლება რაღაც ანუ ეს პიქსელების რაც მიიღე რა, უჯრა, მაგ უჯრის გარეთ იყოს რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც უნდა ისწავლოს. მაგრამ შენ თუ ჭკვიანურად გააკეთებ რაღაც ტრეინინგის დატასზე რომ საბოლოოდ აუთპუტში ყველა ეს სეგმენტი კონდეს თავარი სურათის. ნუ მაშინ ოკეი არის რა, უკვე შეგიძლია ჩვეულებრივ დაატრენინგო. ნუ ხო, რავი, აქამდე დიდი არაფერი არა. კითხვა თუ გაქვთ. ანუ ესა არქიტექტურის ამბები რა და ეხლა გადავალ ლოსის ამბებს და ობიექტივი რა არის და როგორ ტრენინგდება. კა. ნუ ხო, საბოლოოდ რას აბრუნებს რა მოდელი. მაგალითად თუ გვაქვს 10 კლასი. რაც 10 რაც მაგალითად 10-ნაირი რაცა უჯრედი არსებობს სიტყვაზე რა მეგეთი. მაგ შემთხვევაში ვაბრუნებთ რაც ეს განზომილებები ხო გვაქვს და ჩენელების რაოდენობა იქნება 10. და თითოეულ ჩენელზე გვექნება რეალურად ლოგიტები. ნუ ლოგიტები თუ გვაქვს softmax რომ მოვდებთ, გვაქვს probability. ანუ ენერგიას ვაბრუნებთ რა რეალურად რა არის ალბათობა იმის რომ რაღაც მაგალითად ეს პიქსელი, ეს კონკრეტული პიქსელი იყოს პირველი ტიპის სელი, იყოს მეორე ტიპის სელი და ასე შემდეგ. cross entropy-ს გავზიან და კი, ხო, იგივე არის, ხო, ანუ cross entropy. პირდაპირ ვეთქვათ ეგ. ნუ არის აქ რა ვწერი ეგეც cross entropy-ა. ოკეი. აღარ ჩანს შენი გაზიარება ჩემთან. ხო. ჩემთან ჩანდა. ჩემთან ალბათ პრობლემა. ხო, ნუ ენერგიას ეძახიან ხოლმე ამას ზოგჯერ. ნუ ზოგადად რაღაც ენტროპია და ენერგია ახლოსა ხოლმე ან იდეურად რა. მაგას უწერიეთ სადღაც. ჩანს ჩემთან. ანუ ეხლა რო სკროლავ არ ჩანს არაფერი? დაფრიზულია. იმენოი. აი. ახლა? ახლა ჩანს. ოკეი. აი, ნუ ხო, აქ უბრალოდ მაგას აკეთებ რა, რომ პიქსელებს ეგაკი ინფორმაცია რო სიტყვაზე, რაც რომელიმე პიქსელი არის მეხუთე კლასის, ეგ ნიშნავს, რომ ground truth-ში გაქვს რაც ნულიანები მაქვს პიქსელზე სხვა ჩენელში და ამ ჩენელში ერთიანი. და ნუ მაგაზე აკეთებ მე ტრენინგს რა საბოლოოდ. მაგრამ ნუ აქ რადგან რაც ერთი იმბალანსი არის დატის რა და მეორე ნუ თავისებური დატა არის კიდე და რაც პრობლემები ჩნდება და ცოტა არის დატა თვითონ. მაგიტო დაამატეს ამას კიდე ერთი ობიექტივი რა.
ეგ ობიექტივი არის საერთოდ აი ეს ტიპი რა. ხა ახსნი რა შვება. და ნუ მე საბოლოოდ ისე იყენებენ ამას, რომ ამ VX-ზე, ნუ WX-ზე ამრავლებენ რა. აი აქ რო არის გამრავლებული. ან მაგის გარშე ეს ჩვეულებრივ ეს ლოგარითმი იქნებოდა და log likelihood training-ია რა. ხლა რა ხდება აქ? აი ხდება ეგეთი რამე, ეს პირველ თერმი აღნიშნავს უბრალოდ კლასის იმბალანსზე არის რა. ანუ მაგალითად რაც პირველი კლასი თუ ძალიან ცოტა ჯერ გვხდება, მაგას უფრო დიდი ყურადღება რომ მიაქციოს მაგის ერთ შეფარდებული მაგასანაა რა. მაგისთვის არის. ეხა ეს ნაწილია მთავარი რა. მოკლედ ამ ნაწილში ეს თერმი და ეს თერმი არის კონსტანტა. ეს არის 10 არისო ჩვენ ექსპერიმენტებშიო, ესო 5 პიქსელისთვისო რა. და ნუ ხო რაც ვარიაციასავითაა ჩათვალე. და რა არის მიზანი? მიზანი არის რომ აი ესეთი აქ რაც ხატია რა, ესეთი ბორდერები დააფიქსირო. ანუ ესენია უჯრედები რა, რაც ერთი უჯრედი და უჯრედი რეალურად ნიშნავს რომ რაცა კონკრეტული კლასი ხო არის რა, მაგალითად რომ არ ვიცი ხო ბიოლოგია მაგდენით რა, მაგრამ ნუ რა ეს სიტყვაზე ერთიანი კლასი. ესე შეიძლება ერთიანი იყოს, ეს შეიძლება იყოს ორიანი. და მაგათი რაც ბლობი არის რა, სიმრავლე არის, რომელიც გვერდი-გვერდ არის ყველა პიქსელი. და ნუ ამათ შორის შეიძლება იყოს სივრცეები და ნუ მიზანი არის რომ რაც შეიძლება ზუსტად გაკეთდეს ეს სეგმენტაცია რა, რომ რაღაც მაგალითად ეს ნაწილი რამის არ მიაკუთვნოს და გამოყოფილი იყოს და ყველაფერი რა. კარგად იყოს განცალკევებული თითოეული უჯრედი. მაგის გამო გადაწყვეტეს რომ აი მაგ ნაწილებს რეალურად უფრო დიდი წონა მიენიჭებინათ. და მაგას აკეთებს ეს ნაწილი. D1 ნიშნავს რომ ნებისმიერი პიქსელი რო ავიღო. X არის ამ შემთხვევაში რაც რომელიმე პიქსელი ყველაზე აქ შუაში მდგომი რა, რაც უფრო მაღალი უნდა იყოს. მაგ შემთხვევაში ან D1 გვიჩვენებს რა არის დაშორება უახლოეს სელამდე. ანუ სელი არის ეს ბლობი რაც თქვი რა. მაგამდე რაც, ნუ ამ შემთხვევაში რაც შეიძლება ეს იყოს რა, ეს mouse cursor თუ ჩანს, ერთი ბლობი იყოს. მეორე შემთხვევაში და D2 არის მეორე ყველაზე ახლოს მდგომი. და ნუ ამ შემთხვევაში იქნება ალბათ ეს, თუ ამ წერტილზე ვამბობთ რა, აქ რომელიმე წერტილზე. მაგრამ ნუ აი აქ რო იყოს მაგალითად ისეთ კიდესთან, ანუ სელის ჩვეულებრივ ბორდერთან, მაგრამ რომელიც მაგის ახლოს არაფერი არაა რა ჩავთვალოთ. უბრალოდ ბექგრაუნდი არის. მაგ შემთხვევაში D2 რეალურად მაღალი იქნება რა. და D1 იქნება პატარა. რა ხდება ანუ რომ და ნუ თუ ვაფშე შორს არის ყველაფრიდან, მაშინ ორივე პატარა არის. რიცხობრივად შეხედო რა. ხარა ნუ რავი რას ვიღებთ აქედან. აქედან იმას ვიღებთ რომ თუ ვართ რაც ორი უჯრედის შუაში, მაგ შემთხვევაში ორივე ძალიან დიდი რიცხვი. ეს დიდი რიცხვი იყოფა რაც პატარა რიცხვზე. უარყოფითი არის. და გვაქვს ექსპონენტა რა. რა იქნება საბოლოოდ ეს რიცხვი რა, ანუ უფრო დიდი იქნება სიტყვაზე ეს რიცხვი თუ უფრო პატარა, როდესაც დავიღებთ რაც ერთი რო ვაფშე არაფერთან ახლოს იყოს და მეორე რო აქ შუაში იყოს რა. ანუ კარგად ვერ ხსნი შეიძლება და ანუ ცალკე რო იყოს რა.
წერტილი. მაგალითად, რა, აი, მაუსის კურსორი ხო ჩანს ისე. კი. აი, აქ რა იყოს წერტილი. ამ შემთხვევაში და შევადაროთ აქ რა იყოს წერტილი. ამ შემთხვევაში D1 არის დიდი რიცხვი, ხო? კი. D2 არის დიდი რიცხვი. და შორსა მეორე. აი, დიდი რიცხვი. ანუ შესაბამისად ეს გამო რაცა საკმაოდ დიდი რიცხვი. ეგ დიდი რიცხვი იყო პატარა რიცხვზე, ნუ რაღაც მაინც დიდი რიცხვი არის რა. ნუ ესა რა იქნება. 5.25-50-ზე იყოფ რა. აქ შეიძლება ბევრად დიდი იყოს განსხვავება. და შესაბამისად მე ოღონდ ამას მინუსი რადგან აქ და ექსპონენტა არის, ანუ a ხარისხად რაღაც არის. ეს რიცხვი გამოვა პატარა ძალიან. ანუ ეს გარიყული წერტილებისთვის ამის ნუმერიკალ შედეგი იქნება პატარა. ხა განვიხილოთ რაც, აი უბრალოდ ბორდერთან ახლოს რო იყოს, აი ამ ნაწილში მაგალითად რა. მაშინ რა ხდება? D1 უფრო დიდი იქნება თუ უფრო პატარა ვიდრე გარიყული რო იყო. სად რო იყოს? აი უბრალოდ კიდეზე რა იყოს რა. აქ ოღონდ ისეთ ანუ აი ამ წერტილში ეხლა სადაც ჩანს რა. კურსორი სადაც. პატარა. D1 პატარა იქნება კი. D2? ეგეც პატარა. არა, D2 არ იქნება პატარა. ანუ აქ თემა იგაა, რომ რეალურად ანუ ეს ბლობები რა, რაც ეს ჩათვალე 1 არის, ეს არის 2, ესა 3, ესა 4. ანუ სხვადასხვა ისინია, ან სადგაულ წერტილები კი არა რა. ნუ შენ თვლი ან D ფუნქცია ზოგადად გამოითვლება საბოლოოდ ეგრე რა, რომ მინიმალური გინდა რაც D1 შემთხვევაში ყველაზე ახლოს მდებარე ეგეთი ბლობი რა დაშორებაზეა. D2 შემთხვევაში იქნება მეორე ყველაზე ახლოს მდგომი ბლობი რომელია რა. და ამ წერტილისთვის მეორე იქნება ალბათ ეს არ ვიცი ნუ, ანუ შორს იქნება რეალურად რა მაინც. და დიდი რიცხვი იქნება. გასაგებია ეგა? კი. და ნუ კი შეიძლება რომ რაც იმასთან შედარებით აქეთ უფრო რაც მაღალ გაიმოც ახლა ხდება. ნუ რო გაიყოფა, ხო, შედარებით ეს თვითონ თელი გამოსახულება შედარებით იქნება უფრო დიდი რიცხვი. მაგრამ ნუ არც ესეთი დიდი რიცხვი იქნება, როგორც აი აქ შუაში რო იყოს რა, იმიტომ რომ შუაში რო იყოს D1-იც პატარა იქნება და D2-იც პატარა იქნება. და ან საბოლოოდ ეს შეიძლება იყოს რაც ერთზე ნაკლები რიცხვი, მე მაგას მინუს მოდებ და ერთზე მეტი რიცხვი არის უკვე იზრდება რა გამოსახულება. აი ისა რა გაიგეთ იდეა რა არის. კი. კი. ოკეი. ხო, და ნუ აქ უბრალოდ დაამატეს ეს პუნქტად რა. ნუ შედეგები იყო უბრალოდ დატესტეს გაუშვეს რაც ბენჩმარკები მანდ რაც არის. დიდად ვერ გვი ამ ჩელენჯებში და ბენჩმარკებში, მაგრამ ნუ ხო რაც ბევრად მაგარი შედეგები ჰქონდათ რა. ვიდრე მაქამდე ტოპი არსებობდა, ანუ რაც აი აქ მაგალითად 77.5% აიღეს და 46 იყო მეორე ადგილას რა. დიდი მარჯინით მოიგეს იდოქში. ეგ არის
ყველაფერი ამ ფერიფერის შესახებ. რა შეიძლება გამოგვადგეს ეგ ფერიფერი. ნუ ერთი თავისთავად შეიძლება სეგმენტაცია იყოს ამოცანა და სეგმენტაციაში გამოვიყენოთ. ანუ ჩქარი არის კიდე ინფერენსი რა იგივე თემა. და ნუ მომენტრავით ტრენინგი ჩქარი არის, ეხლა თან ეს არის 2015 წლის ფერიფერი არის რა. და აი 2015 წელს რო ის იყო რა ქვია, კომპიუტი იყო, რავი, ხა მაგას ეგეთი აიგერი კომპიუტერში მაგ შეიძლება იხა რა, მაგას ბევრად მაგარია. მაგიტო ტრენინგიც ძალიან მარტივია, ისიც ძალიან მარტივი არის, ინფერენსიც. ნუ გარდა სეგმენტაციისა, რეალურად რო შეხედო, შეგიძლია გამოიყენო ეს ზოგადად პიქსელ თუ პიქსელ ამოცანებში რა. ანუ მაგალითად რაც შეიძლება გადმოგეცემოდეს ფოტო და გეუბნებოდნენ რომ რაც ეს ფოტოა ნოიზიანი და ნოიზი მოაშორე ან რაც დენოიზერი გააკეთე. შეიძლება აპსემპლერი გააკეთო вообще. ნუ კიდევ შეიძლება გაფერადების ამოცანა შეიძლება იყოს შავ-თეთრი ფოტო შემოგდის და უნდა დააბრუნო ფერადი ფოტო. ანუ ეგეთ ყველანაირ ტასკში, რაც ფოტო შემოგდის და ფოტოს აბრუნებ, რეალურად შეგიძლია ეს სტრუქტურა გამოიყენო რა. მაგრამ ნუ რაღაცა ისინი აქვს რა მაინც პლუსები და მინუსები. და კიდე ნუ მე გააჩნია ზემოდან რა ლოსი გექნება რა. ხა აქ მაგალითად ნუ ტასკი სხვა არის вообще რა. შენ რო პიქსელს აგენერებ, ეგ სხვა არის და ალბათობას რო აგენერებ, მანდ რაც log likelihood-ი ოკეია და პიქსელს რო აგენერებ, მანდ რო log likelihood ტრენინგს აკეთებ, ეგ აღარ ამერებს სად ოკეი რა, რაღაც кейსებში. და კარგ შედეგს არიღებ რა ხშირად. მაგრამ ნუ უფრო მეტად რაც შეიძლება გამოიყენო ისეთ ტასკებში, რასაც უნდა სურათის პატარა შეცვლა რა, ალბათ. ან სეგმენტაცია, ხო. რამე თქვენ სხვა არ გქონთ რამე იდეა მაგალითად რა ტასკში შეიძლება გამოგადგეთ ეს. რა ტიპის ამოცანა შეიძლება იყოს ისეთი, რომ unit-ი სჭირდებოდეს. ანუ სეგმენტაციის გარდა სხვა რა მხრივ შეიძლება ამის გამოყენება, ანუ მაქსიმუმ ლოკალიზაციაშიც შესაძლოა იხმარო. ხო, ლოკალიზაციაში შეიძლება კი. და კიდე სემანტიკურ სეგმენტაციის გარდა ის მეორე რო არის დამოვიწყო იმის სახელი. ანუ რეალურად იმაზე რო გაწვნა, რომ გარდა იმისა, რომ აპ თვითონ რა ქვია სეგმენტ პიქსელებს აკლასიფიცირებდეს, კლასიც შექმნას რა მაგ თითოეული ერთობლიობის. ხო. ხო, რაღაც ეგეთი შეიძლება იყო. აგარ? Depth perception-ისთვისაც შეიძლება იყო. სიღრმის ამოცნობა. ხო. perception-ისთვისაც იგივე ისაა დაახლოებით encoder და decoder-ი გაქვს პროსტა და მე weight-ებს ისე წვრთნი, რომ depth-ის დისტანციებზე იყოს მორგებული. ნუ unit-ია პროსტა, აღარ სხვანაირი data. კიდე density regression-ისთვის შეიძლება. Okay. Density regression-ი რაშუა ზუსტად? აი ძალიან ბევრი ადამიანი რო არის და დათვლა თუ გინდა მაგალითად. ხო, მივხვდი რა სწავ. ხო, მაგისთვისაც რეალურად შეიძლება. ნუ ეგეთ სეგმენტაციის ამოცანა ნაწილობრივ თავის იდეაში. პროსტა ძალიან ბევრია. ხო, ეგეთი кейსები არის რა. და ნუ აი გენერაციის кейსები რაც თქვი, ალბათ მაგებზე შეგიძლია რა. არა მაგ кейსებზე უფრო მეტად სხვა რა შეიძლება. ხო, ეგ მაგის ექსპერტი აქ ყავს და შეგვიძლია ვკითხოთ, მაგრამ იყენებდი ცხოვრების დათვლაში.
D3 ამჯობა. ხო, მეტი ისეთი არ მოფიქრდება მასში. რა განსხვავება არის უბრალო აუტოენკოდერსა და unit შორის? ნუ skip connection-ებია, რაც პირველი, რაც მთავარია. ხო. ნუ ხო ეგ არა, თავარი ეგ. სხვა დეტალებიც არის რამოდენიმე ის, არა? ნუ აუტოენკოდერში, ანუ იმასაც გააჩნია აუტოენკოდერს, აუტოენკოდერსაც გააჩნია. ანუ აქ ამას რო skip connection-ები მოაშორო, ნუ აუტოენკოდერი იქნება რა. ეხლა skip connection-ები რო აქ, აბა რატო არა skip connection-ები რო აქ აუტოენკოდერი? ანუ აუტოენკოდერის მიზანი რა არის вообще? Latent space-ში data-ს კომპრესაცია და ამას სხვა ობიექტივი აქვს. ნუ რა შეგიძლია ამასაც მაგალითად თეორიულად რო აიღო რომ რეკონსტრუქციის ტასკი იყოს, ხო? ანუ ეხა pixel to pixel ამცანები რაც გითხარი, მან რეალურად რავია რეკონსტრუქცია გაფერადება, ეგეთი ტასკებია რა. რომ რაც სურათი უბრალოდ თავისთავში უნდა გარდაქმნა და რაღაცეები შეუცვალო. ეგეთ ტასკებში შეგიძლია ესეც გამოიყენო. შეგიძლია აუტოენკოდერიც გამოიყენო. მაგიტო რა. რა თქვი? გაფერადება რო თქვი, მეორე კიდე რა თქვი? noise რომ მოვაშორო მაგალითად. ხო, დიფუზიაში როგორც არის. ხო. ხო, აი თუნდაც diffusion-ები ან ვარიაციული აუტოენკოდერები რაც არა. რატო არ გამოგვადგება unit-ის skip connection-ები მანდ რა? ანუ რეალურად latent იმაში, ანუ კომპრესაცია, იმიტომ არ არის unit-ის ტასკი, ანუ skip connection-ებს მაგიტო ვამატებთ, რომ რაღაც საჭირო სიგნალები რაც არის, გადავიდეს მაგის პარალელურ სიმეტრიულ იმაზე. და ანუ latent space-ში თუ შენახული იყო, მაშინ ეგ info ხო აღარ, ეგ სიგნალი ხო აღარ იქნება გადაცემული სიმეტრიულად და ალბათ ეგ არის მთელი აზრი, რომ ანუ ტასკის აზრი unit-ისთვის მაგიტო იცვლება, რომ skip connection-ით სიგნალი გადადის სიმეტრიულად და ნუ latent space-ში კომპრესაცია აღარ ხდება. ხო, ეგრე გამოდის საბოლოოდ რა, რომ შენ აუტოენკოდერს აძალებ skip connection-ი რო არ გაქვს მაგით, რომ ისე დააკომპრესირე data, რომ მე აღდგენა იყოს შესაძლებელი და რაც კარგად იყოს შესაძლებელი რა. და ამ შემთხვევაში შენ არ ამბობ მაგას, შენ ამბობ, რომ რავი აქ უბრალოდ ნუ კი რაღაც მხრივ აკომპრესირებ და შეიძლება რა, მაგრამ connection-ები რო გაქვს თავისუფლება აქვს ამას რა, რომ ეს ინფორმაცია მალევე გადასცეს მაგალითად ამ layer-ში მერე ინფორმაცია რა. ხო, მაგიტო შეიძლება რა ვიხარ ძალიან ბევრ ამაში იდეაში განები შეგიძლია ამას მოსდო ნებისმიერნაირად რა მაგალითად. მაგრამ ნუ რავი აი. შეიძლება ყოველთვის კაი არა. ხო, რა თქვი? Feature extraction-ი თუ გინდა, საჭიროა რო ქნა bottleneck-ზე, unit-ი თუ გაქვს. Feature extraction თუ გინდა რა. Feature extraction-ი არ არის საერთოდ მიღებული. ხო, ან encoder-ი თუ ნაქნა და encoder-ი უბრალოდ ResNet-ია. თუ unit-ი გაქვს მარტო. თუ მარტო unit-ი გაქვს, მაგ შემთხვევაში შენ რა თქვი skip connection-ებით რო ქნა იგა თუ არა bottleneck-ში რო ქნა თუ სხვაგან საჭიროა. ნუ არ ვიცი რა. კი ანუ ეხა unit ან შენ ამბობ დატრენინგებული მოდელი რო ქონდეს რაც unit-ის ალბათ, ხო? არ ვიცი, ალბათ bottleneck-ი მაინჩობია, მაგრამ არ იქნება კარგი რა. ანუ ისედაც ისე ხოლმე feature-ები რა. თუ რაღაც კარგი loss-ით არ არის დატრენინგებული, რეალურად არ გამოგადგება დიდად არაფერში ალბათ რა. ახლა ნუ ეგ არა ერთ თავი განსხვავება რაც არის რეალურად რა, რომ ამაში არ გროვდება მაგდენი ინფორმაცია.
რო არ გროვდება მაგდან ინფორმაცია, მე ნებისმიერ აი ისეთი ამოცანები, რაც ჩამოთვალე ხარ რა რეალურად. პატარა ისინი შეცვლა რაც უნდა აი ნოიზის მოშორება. ნოიზის მოშორება ოკეი არის რა, იმიტომ რომ ნუ აი ასე თუ ისე ზუსტად დააკოპიერებს ამ სურათს რა. და რაღაცებს არ შეგიცვლის არამე. მაგრამ შენ თუ გინდა რომ ძალიან შეცვალოს მაგალითად სურათი. ეგ გაგიჭირდება ამ მოდელით რა. იმიტომ რომ რაც safe option-ი ექნება ხოლმე ყოველთვის, რომ ასე თუ ისე ბევრად უფრო მარტივად შეუძლია აღდგენა, ვიდრე ეს connection-ები რო არ ქონდეს რა. და ეგ რომ მარტივად შეუძლია, შესაბამისად აქ ბევრი ინფორმაცია არც იქნება. და ანუ მე მაქვს ისე ერთი კითხვა. ანუ აი იქ რო აი იმაზე რო წერია კონვოლუცია 3x3 და რეულ. ანუ მან სტრაიდი ერთია? კი წესით. და ანუ წესით პადინგი, ანუ როგორც პადინგიც ხედავ არა. რეზოლუცია მცირდება, ამიტომ პადინგი ხო, ხო, ხო. მივიღო, ხო? კი, ხო. კი, კი. 2 პიქსელით მცირდება რეზოლუცია, ხო, მაშინ კი, პადინგი. კი. და ანდაც არაფერი. რა არ თქვი ბარ. ბიჭო, ანუ აპქონვი რაღაც ინტუიციურად არ მესმის რა. ანუ ხო, აპქონში არის ორი მეთოდი ხოლმე რა, როგორ შეიძლება გამოიყენო. ეცა. ერთი არის მეsh. ესა transposed კონვოლუციური XL-ი რა. მეორე არის ეგეთი რამე. transposed. ეცა. რამე შედარება რა. plus con. Gaia. Turbo. Gaia კონახი. მაგრამ ხო, ნუ ერთი არის ეს რა. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ ხა? ეს იმპლემენტაცია. არა ნუ ხო, ანუ ამის მიზანი რეალურად არის, რომ ანუ იქ ხომ max პულებით ვანახევრებთ რა. ენკოდერში. აქ უნდა რომ მე რაღაცნაირად გავზარდოთ ეს shape-ი რა, რაც გქონდა შენახული. სადაც საუყვანი. მეორე მეთოდი არის ამის გარდა, რომ ინტერპოლაცია გააკეთო. ინტერპოლაცია რა შვება რა, რომ რაც აი max ანუ პროსა რაც საშუალო წერტილიდან რაღაც ფუნქციით რომ დააგენერო ორჯერ უფრო დიდი ზომის რა სიტყვაზე. და მაგაზე მე ანუ ეს ხო დასწავლადი არ არის. აქ ხა ეს თან თვითონ ეს ლეიერი არის დასწავლადი რა პირდაპირ. არა იქ დასწავლადი არის გაქვს ლეიერი და გაქვს ეგ რომ ინტერპოლაციას აკეთებ და მე კონვოლუცია შეგიძლია მოსდო ისეთნაირად რომ shape-ი არ შეცვალო, ხო? ხო, 3x3 და 1-1. ხო. და ნუ მაგას მიიღებ რა ხო, რომ საბოლოო ჯამში ინტერპოლაციის იმას ვერ გაწვქნი, ხო? ხო, ანუ ინტერპოლაცია არის წვნება რა ფიქსირებული ფუნქციაა რა რეალურად და მაგიტო ხო ანუ ეგ ორი ვარიანტია ხოლმე რა ყოველთვის როცა აი თუნდაც რაც აუტოენკოდერზე აკეთებდიან რაც ვარიაციული აუტოენკოდერი ეს unit-ი ან ყველგან შეგიძლია ან ერთი აირჩიო ან მეორე აირჩიო და თუ ძალიან ცუდა დატა გვაქვს არ ჯობია რომ ინტერპოლაცია ვქნათ მანდ ცუდი დატა ანუ არა ცოტა ცოტა დატა რატო ჯობია ანუ უფრო ნაკლები ტრენებულ პარამეტრია და overfits არის ზუსტად არ ვიცი რა
უფრო ნელი არის ერთი ეგა, მე რაც ამიტესავს ხოლმე, ალბათ ინტერპოლაცია არის ზოგადად რაღაც ეგანელებს და არ გაქვს გარანტია რატომ გაქვს რომ უეჭველი უფრო ნაკლები პარამეტრია, ანუ რა კონვოლუციური ქსელი მოყვება მე მაგას. ან შეგიძლია ის იქნა იხა რომ მას ბევრი ინტერპოლაცია ქონდეს და მე ერთი კონვოლუცია ან რაღაც ეგეთი რა და მაგით შეამცირო სიტყვას. მაგრამ ეგრე ხარისხიც არ ვარგებს მე. ან მე მგონია რომ ცოტა დატა რო ქონდეს ეს იდეურად მაგის სოლუშენი არის უბრალოდ აუგმენტაცია რა უფრო მეტად ვიდრე ეგეთი რაც. სამგონია რა იდეში რომ რამე განავითარებს. ინტერპოლაცია ნელი რატოა პირიქით უფრო სწრაფი არ უნდა იყოს? ინტერპოლაცია უფრო სწრაფი უნდა იყოს. მაგრამ რატომღაც პარამეტრებია ხოლმე უფრო მეტი ერთი გავხსენო. რატო შეიძლება ეგრე იყოს? აი არ ვიცი. არ მახსენდება ხა. ახან აუ შეიძლება არც აიგეთ ნელი რა. პროსა ანუ დამატებითი ისა რაღაც პონჩი. ანუ იდეურად ნელი იქნება იმ მხრივ რომ ანუ შენ თუ პარამეტრების რაოდენობა ერთ და იგივე გაქვს და ეგ ორი მოდელი გაქვს რა. ინტერპოლაციაში ხო დამატებით რაღაც იმას აკეთებ რა. სურათი უნდა გაზარდო რაღაც გააკეთო. ხო? თქვი რაც. ინტერპოლაციაში უფრო მეტი პარამეტრი არ იქნება? ანუ იმიტომ იქნება ნაკლები იქნება. რანაირად იქნება ნაკლები? ანუ წარმოიდგინე აი 64-ზე იყავი და 128-ზე ახვედი ინტერპოლაციით, ხო? მერე მაგ ინტერპოლაციის მერე ხო კონვოლუციურ ქსელს იყენებ და კონვოლუციურ ქსელში input channel და output channel არის ერთმანეთის სტოლი 128 და 128 და ისე არის 64 და 128 და მაგიტომ ბევრად უფრო მეტი პარამეტრი იქნება, იმიტომ რომ 128-დან 128 ანუ width და height ხო 128 სტოლი იქნება და channel-ების input-ი და output-ი ალბათ იგივე იქნება და channel-ების width და height-ი რო იგივე რაოდენობის არის, მაგიტომ მეტი იქნება პარამეტრი. მაგაში მართალი ხარ. წაის, მოიცა? მართალი ხარ? შენ ანუ შენ მან ხო პროსა იმას ზრდი ეგრე. უბრალოდ სურათის გამოსახულება იზრდება. მაგაზე პარამეტრების რაოდენობა ხო არ არის დამოკიდებული. ეგ დამოკიდებული არის ჩენელებში. ინტერპოლაციის დროს პარამეტრი საერთოდ არ გვაქვს, ხო და ანუ მე კონვოლუციას რო აკეთებ, მე არის ბევრი პარამეტრი, იმიტომ რომ ანუ ფორმულა რო ნახო თვითონ ერთი კონვოლუციის ქსელი რამდენი მას აკეთებს, რამდენი პარამეტრია ერთ კონვოლუციურ ნეირონულ ქსელში, ანუ პირდაპირ პროპორციული იქნება ანუ კერნელის width-ისაც, height-ისაც და channel-ინი და out-ისაც რა. და მაგის მიხედვით, ანუ აი მაგალითად ესე რო დაწერთ channel-ინი და channel out-ზე დამოკიდებულიც არის და width და height-ზე. და kernel-ის width და height-ი მეტი იქნება? ანუ აქვს კონი უბრალოდ ინტერპოლაციით რო ჩაანაცვლო, ნაკლები იქნება. არ იქნება მეტი. მე მგონია რომ არც ანუ იდექში სურათის ზომა იცვლება მარტო ხო ინტერპოლაციისას. ტრანსპოზ კონვოლუციურ ქსელში. რეალურად ანუ ეგ ჩენელებზე არა, მაგათ პარამეტრები დამოკიდებული. კონვოლუცია მაინც საბოლოოდ ხო უნდა გადაუყვეს იმ სურათს. პარამეტრების რაოდენობა შეგიძლია არ შეცვალო რა ის ექნა რეალურად. ნუ ეგ ხა ყოველთვის შეგიძლია არა. პირდაპირ აიღო რა. და უბრალოდ ზომას ზრდი რა, width და height იზრდება. მაგრამ პრინციპში ანტონმა სწორი არ თქვა იმაზე რომ ტრანსპოზ კონვოლუცია ჯობიაო, მაგრამ ზოგადად ტრანსპოზი კი არა, უფრო სწორად ინტერპოლაცია და კონვოლუცია ჯობია. ანუ ეგ არ ჯობია.
პატარა ჯობია, დატა როგორ არ ჯობია? ბევრად ჯობია. არა პირიქით. ანუ bottleneck-ი 2-2-ზე თუ გაქვს, მაგის ინტერპოლაცია თუ გააკეთე, მიიღებ რაღაცა choppy blocks და ჯობია პირველი transpose იხმარო, ძალიან პატარა რეზოლუცია თუა და დანარჩენი და მე იხმარო, ხო, აი მაღალი ის რო ნო. გაქვს. ხო, აი 32-დან უკვე შეგელია და მე choppy block-ი აღარ გექნება და აი მაგას კი. ვუძახებ. მაგ შემთხვევაში უკეთესია ინტერპოლაცია, იმიტომ რომ ფიჩერები მთელ დიდ განზომილებაზე იქნება და უფრო უკეთესად სწავლებადი იქნება მერე კონვოლუციისთვის. მაინც ჯობია learnable იყოს ეგ. learnable ჯობია დაბალ განზომილებაზე. ანუ learnable იქნება ისედაც learnable virtually იქნება კაცი. ხო, პროსტა იმის მერე ინტერპოლაციის მერე. ხო და ეგ ინტერპოლაციას learnable რო იყოს ეგ ჯობია. ინტერპოლაცია learnable როგორ შეგიძლია გააკეთო? ანუ upsamples ბლოკი რო კონდეს ინტერპოლაციის მაგივრად. და რას შეიძლება upsample? ანუ ეგ ხო ანუ transpose რო იხმარო რა და transpose არაფერს რო არ ცვლის, ანუ transpose პროსტა წარმოიდგინე მაღალ განზომილებაში აყვანამდე აკეთებს იმას კონვოლუციას და პროსტა ის transpose ხდება მაღალი დიდი ის რო კერნელი და რაღაც input-ის ერთ ბლოკზე რო ხდება. და ინტერპოლაციით რომ მაღალ განზომილებაში აიყვან, ანუ ფიჩერები უკვე იმაზე არის მთლიანად არის სურათზე განაწილებული თან დიდ განზომილებაზე და ანუ learnable weights უფრო ის იქნება smooth. ერთი რაღაცა რაც ახასიათებს ხოლმე იმას რა ქვია transposed convolutional ქსელს არის checkerboard ეფექტი რა ხშირად ეგ შემჩნევია ხოლმე ესეც ანუ ესეთი რაღაცა აი აქ ჩანს ახლა კუბიკებად რა ხოლმე რა ეგ ნაკლებად ახასიათებს რაც და მუღამებია ხოლმე ინტერპოლაციით თუ აკეთებ რა მაგრამ ნუ ინტერპოლაცია შეიძლება რაღაც სხვა პრობლემები იყოს მე რა ანუ თვითონ იმაზეც არა საბოლოოდ რაც გამოსახულებად ცოტა სხვანაირი იგეჩდება რა თლალზე რა რო აი არაფერი არ შეიძლება ნიშნება მომერე ან ის უფრო სმუდად ჩვება რა თითქოს აი ესეთი რაღაც შეგრძნება გაქვს რა საღბავს რო გადმოხსმევ ეგრე შვება რა და ეს კიდე რაც პიქსელ აფერადებს რა არა იმასაც აქვს თავისებური ეფექტები ხოლმე ეხ პროსა ამიკაი შორიპოა ეს distil pub-ის იმაში წავიკითხე. აი რასაც ახლა ნახულობდი. ჩავაგდე ტექსტი. ხო. checkerboard-ს ეს ინტერპოლაცია ფიქსავს და ხო. საბოლოო ჯამში რომელი ჯობიაო ეგ არა, მაგის დასკვნა გაკეთებული. ხო, ანუ ეგ ცოტა ესეთია რა. ჯერ მაგის შეფასებაც რთული საკითხი არის, როგორ შეაფასებ, იმიტომ რომ ცოტა გემოვნებად შეიძლება იყოს გენერაციაზე რო ვლაპარაკობთ. ანუ მეორე ნაწილიც აქ რო რავი აი რო გამკეთებია ხოლმე ყოველთვის უკეთესი არაა რა ზოგჯერ მიღია მაგალითად იქ რო აი როგორ ეფექტებია იცი ნატურასავით რო რაც ან შავით გოლი იყოს ან რაც ეგეთი სტილის ეფექტები აქვს ხოლმე ზოგჯერ რაც რენდომ ადგილებში რა სულაც როცა ინტერპოლაციას იყენებ მაგრამ ხო checkerboard effects ამცირებს რაიდოქში და ეგ თუ დაგჭირდათ ეგეც შეიძლება გამოიყენოთ ეს Unity-ს paper-ი გამოვიდა გონი მაკროს არც იცოდნენ checkerboard-ზე და ხო შეიძლება მაგრამ ამათთან რავი ხა ტასკი რა აქვს ვაფშე ეგ რო შეხედო და ამათ და ანუ იმას ხო არ აბრუნებ რა საბოლოოდ სურათი ხო არ ბრუნდება ალბათობები რა ალბათობას checkerboard ეფექტი ხო არ აქვს
რატო არა? ჩეკერბორდ ეფექტი რანაირად ექნება იმას, რა ქვია. პრობაბილიტების განაწილებას. Вообще მაგ ეფექტის მთელი არსი პროსა ისაა, რომ ძალიან სპარსი არის მონაცემები რა იდეაში, ხო? ან ზოგადად რავი, აი სურათის გენერაცია, ან ჩეკერბერდ ეფექტზე როცა ვლაპარაკობთ, არის სურათის გენერაცია რა. ან სურათიდან სურათში გარდაქმნა. რაც მომენტ გენერაცია არის. ხო და ზოგადად რატო არის გენერაციის ტასკი რთული რა? რთული არის იმის გამო, რომ მონაცემები არის მეჩხერი. რაღაცა რეალური განაწილება არსებობს და ამ განაწილებაში წერტილ ძალიან დიდი დაშორებებით გაქვს data point-ები. ტექსტში ეგრე არა, ტექსტში გვაქვს ჩვენი თვე, ჩვენი ტოკენაიზერი, ასე რომ ვთქვათ, ენა რაც არის და ეგენა ამცირებს ძალიან სემანტიკა, ანუ ამ ინფორმაციას, რა უფრო მჭიდრო ინფორმაცია არის და არ არის ეგეთი მეჩხერი. და საბოლოოდ ჩეკერბერდ ეფექტის მთელი არსი რეალურად ისაა, რომ ანუ შორიდან რო შეხედავ ახლა სათვალე რომ მოუხსნა ვაფშე ვაფშე შემომჩნევ ჩეკერბერდ ეფექტს რა ალბათ და მივხვდები რა ისა რა ხატია ხა თლად ისე ან ვაფშე რო ვერ დავინახო ეგრე არ ვიქნები რა მაგრამ ჩვენთვის არის ეგ ძალიან აღქმადი რა მაგას ვამბობ საბოლოოდ რომ რაღაც 1 პიქსელი უფრო მუქი არის უფრო ისა უფრო ესეთი არის და განაწილებებზე ეს განაწილებების ის არ არის რა ეგეთი წეს მეჩხერი ტასკი ხო სეგმენტაციის ამოცანა ზოგადად ეხ გააჩნია თვითონ ამოცანა შეიძლება ძალიან კომპლექსური იყოს თავში ანუ ფოტოზე ძალიან წვრილი რაღაცეები თუ არის მაინც ხო შეუშლის ეგ ჩეკერბორდი Unity დავფიქრდე და აი პატარა ობიექტები ძალიან დისტორციას უზავს არ ვიცი შეიძლება არ ვიცი რა შემიძლია გითხრა ზოგადად ან ცოტა ესე თემა არის რა ჩეკერბერდ ეფექტი სეგმენტაციაში არ მსმენია რა არასდროს ეგეთი სტილში მაგას რეალურად როგორ თქვი ჯერ და ამერე ვიტყო იმ პატარა იმებს ანუ რეალურად ამათი ობიექტივიც უნდა შუალოდეს საკმაოდ ჩემი აზრით რა არ ძალიან პატარა თუ არის იმენა 1 პიქსელი თუ 1 ის მაშინ არ ვიცი რა ვინმეს ისე არ უცდია Unity-ზე ინტერპოლაცია და კონვოლუცია როგორ არა ავი თანამედროვე ვარიანტებში მასე იყენებენ და ანუ უკეთესია ბენჩმარკებზე კი ეგ დატასაც გააჩნია ძალიან ბევრი თუ გაქვს დატა ყველა ვარიანტში კონვოლუცია ჯობია ну დატას ყველაფერი მან ყოველთვის გააჩნია დატას ხო ეს ხა ძალიან ძველი პეიპერია რა ნუ ამის იმით ვერ იმშელა ახლა ნუ ეგ ორი მეთოდი არსებობს просто მიცოდეთ რა ვია ეგ რა solution-ები ეგაა რა პატარა დატა დიდ დატაზე არ ვიცი რა ეგრე არ წამიკითხავს არაფერი ეგეთი research-ი რა იდოქში რა რაც ჩენავ პანტონ რა ყოველთვის პატარა დატაზე მაგალითად ჯობდეს გამოიყენო ინტერპოლაცია ვიდრე კონვოლუციური პატარა დატა როცა გაქვს კიდე რაც შეიძლება ცოტა ტრეინებულ პარამეტრი იყოს და ეგ მაქედან გამომდინარეობს ნუ ხო Armand პროსაის გექნება რა განსხვავება რომ ალბათ ინტერპოლაციას ხო ანუ ძალიან ცოტა კონვოლუცია გიქ ხო ანუ ლოგიკური არის მანდ რა
მე აქ უფრო ისეთ რამს ვამბობ, რომ ალმა იდექში მანდ რა დაგჭირდება რა ეხა ეგეთ თემაში დაგჭირდება რომ ინტერპოლაციის სიტყვაზე შეიძლება რაც 4ჯერ გაზარდო რა რაც უფრო მეტჯერ გაზარდო და მე გააკეთა მაგაზე ერთი კონვოლუცია რა და ანუ ეგ იყოს შენი სოლუშენი სიტყვაზე რაც ეგეთი და ნუ ეგ უშუალესი მაგ თემას ვარ რომ საბოლოოდ ცოტა ლეიერი გექნება რა და შუაში რაც ინტერპოლაციები იქნება მაგალითად მაგრამ მეორეს მხრივ არ ვიცი იგინდა რომ ცოტა დატა ან ცოტა პარამეტრი გქონდეს რა მაგრამ ეგება უბრალოდ უკეთესი აუგმენტაცია მიყავს მაგის კარგი სოლუშენი და რა ის რომ ადგე და ეგრე ძალიან შეამცირო მოდელი რა. ან შეიძლება მაგ მოდელმა მე ვერაფერი ვერ ისწავლოს პროსტა რა მაინც. ნუ ეგეცა. ხო. ინტერპოლაციებს ეგრე ძალიან რომ ენდობი შეიძლება ძალიან დიდი ინფორმაცია გემაძებოდეს მე რა. ან რაც просто ანუ ვეღარ სწავლობდეს რა რო შეხედო მარტივად და აიტო არ ვიცი რა ხა მაგას უნდა რაღაცა პეიპერი უნდა იყოს მაგაზე კვლავ კონდეს უად ჩატარებული ალბათ და მაგის მიხედვით იმშელო მე რა ხა ეს ჰიპოთეზები არის რეალურად ხა მე შენ ასე ვამბობ და მაგდა ნუ ესეთი გასარკვევი თემა არის შეიძლება მართალი ხარ. მაგრამ მე მგონია რომ ნუ აი, რავი რა. ბარემ ორივე წადი რა ვიდოქ შენ. ეგეთ შემთხვევა თუ გაქვს. შეიძლება ერთ кейსზე ერთი მუშაობდეს და მეორე кейსზე მეორე რა. ანუ ეხლა UI-ზე მეორე ამოცანაზე მხოლოდ 100 სამპლი გქონდა და შეგიძლია მაგაზე ცადო მაგალითად. ხო, შეიძლება. არ ეგ მოიცე მე რომ შენ სამეც გავარკვევ მაგასთან. მოგვეცოდნება მე რა რომელია სწორი. რა მეკითხო ხო არის გოგც ხო? დოკუმენტაციის კითხვას კითხავ, მაგრამ ანუ absent რო გვაქვს PyTorch-ში, ანუ transpose conword-ი რო გვაქვს ვიცი, მაგრამ absent-ში ამბობ გულისხმობ ინტერპოლაციას, ხო? ხო. ინტერპოლაცია არის functional-ში არის თორს რაც F-წერტილი interpolator. პროსტა ინტერპოლაციას და პროსტა კონვოლუციას. ხო. რომ სხვა არ არის. მაგაშვებ. ოკეი. ინტერპოლაციების ბევრნაირი არსებობს. კი. და მათ რომელი ჯობია? არ მე მას ბილინიერს ვიყენებ ხოლმე. არ ვიცი. მაგაზეც იქნება რამე ხა. არა. Default-ად GPT-ც მაგას იყენებს ხოლმე როგორც სამღამებია და მე მგონია რომ ბევრი იყენებს პროსტა რა და ეხლა რასაც GPT default-ად იყენებს მაინც სწორი არ იქნება მაგრამ რადგან ბევრი იყენებს ნუ შეიძლება ხო რაღაცა საფუძველი აქვს მაგას რა ხარი მე სხვა რამე ის გაფერადებაზე რო თქვი და სკილიგაზე მოიტანთ მაგას არ მოვიტან თუ მოვიტან ბევრად უფრო რთული იქნება მაგრამ
ხო, მაგრამ აი სეგმენტაციაზე და რაღაც ხდება რანაირი ტასკი უნდა მოიტანოთ, იმიტომ რომ ანუ იძახით რომ ტრენინგი არ გვინდაო, იმიტომ რომ 4 საათი გაქვთო და ანუ როგორი და არის. ნეოაის როგორიც ქონდა. აუ ნეოაის ძალიან ტუფობა ტასკები ქონდათ. ხო ის რა ბოლოს რა თქვით? ნეოაის ძალიან ტუფობა ტასკები. არა, ანუ რაღაც კითხვა რა იყო საბოლოოდ რა. ანუ სეგმენტაციაზე რანაირი ტასკი უნდა მოიტანოთ, ანუ ტრენინგი არ იქნებაო რა, ზოგადად და ტრენინგი თუ არ იყო რანაირი. ვინ თქვა არ იქნებაო? ანუ არ იქნება. გონი მიქამ თქვა არ იქნებაო არა, მაგრამ ანუ ტრენინგს გონი ანუ იქნება რაღაც დონეზე ტრენინგი ხა ანუ. ისე არ იქნება რომ ხა რაღაც საბაზო მოდელი და ტრენინგო რაღაც ანუ ხდებიან მილიონ დატაზე და ტრენინგო რამე რა იქნება ისეთი რომ რაღაც ფაინ ტუნინგი იყოს ან რაღაცა აწყო და მე რეგენტ თუენთ და ტრენინგო რავი რამე იქნება იდოქში რა მაგრამ ერთი GPU-ები თუ ვერ გაჩითეს, შეიძლება არ იყოს ტრენინგი. GPU-ებზე ახლაც იქნება GPU-ები. პროსა ნუ ცოტა რაღაცნაირად იქნება ხო და მაგიტო არ ვიცი მაინც რა მაგრამ ახლაც წინაზე არ იყო და. ხო, ანუ ახლა იქნება. შემდეგ იმაზე რა, მეორე ლიგაზე ანუ. რა GPU-ები გვექნება თუ იცი? ანუ partition-ი იქნება გაკეთებული რა. და არ ვიცი ახლა GPU იქნება, რამე დიდი იქნება და partition-ი გაკეთებული რა. მერე კარგად მუშაობს. ხო და აი მე დიდად არ მომწონს ეგ იდეა რა, მაგრამ ახლა რა ჩემი სისტემა რა. ალბათ ეგ უფრო მარტივი არის ვიდრე კოდებზე რო იჩალიჩო და დიდი ფული კონდეს GPU-ების და მაგიტო აქვთ ეგრე რა. ჩვენი GPU რომ მოვიტანოთ შეიძლება. get out. მე რა შეიძლება. კომპიუტერი მოიტანე მაშინ ძლიერად. მაინც არა გამართული ალბათ არაფერი ზედა რა მოიტანოს. კი ბიჭო კი გააკეთა რაღაცეები. აი იპეწერა და კონდა ფიწერდა არ მუშაობს ოპიბზე პაიტორჩი. API key-ები დალიკე. აუ, ეს გაზიარებული მაქვს მე ხო. ისო. აუ. რამდენი ფულია მაჩარი ცხობი. თან ვიცერ რა. სკრინშოტიც გვაქვს. აუ, იმენა. გაი გავთიშოთ. აღარ გვინდა ჩვენ არაფერი. აბა ჰეთ. აუ შენი არის თუ სამსახურის არის?